პარტია ახალი სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ივანიშვილის გუშინდელ ზიზღით შუღლის თესველ ზიზღით სავსე აგრესიული მუქარებით სავსე და იზოლაციონისტურ განცხადებას. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ერთი მხრივ ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთქმის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად. გუშინ მამულზე გველაპარაკდნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1793 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენის ბრძოლით და ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ. გუშინ ენაზე გვესაუბრენ რუსები, ვინც ერთადერთი დამპყრობელია საქართველოს ისტორიაში, ვინც ენას გვართმევდა. 1978 წლის 14 აპრილს გახსოვთ გამოსვლები. გუშინ სარწმუნოებაზე გვესაუბრენ რუსები, ვინც პირველ რიგში საქართველოში შემოსვლის შემდეგ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, გადაღება ქართული ფრესკები და აკრძალა ქართულ ეკლესიებში ქართულად წირვა ლოცვა. გულწრფელად უნდა ითქვას, ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას, ჩვენი სახელმწიფოების დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვევს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას და სასწავლებლად ისინი ვეღარ წავლენ მერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა. უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებას და ინვესტორების გასვლას საქართველოდან და სამუშაო ადგილების ტოტალურ დაკარგვას და შემწირებას. უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ქართველი ემიგრანტების გამოყრა დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიიდან და საქართველოსთვის იმ ძალიან მნიშვნელოვანი და ქართველი ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლების დაკარგვას, რომელსაც დღეს ქართველები ახერხებენ თავისი შრომით დასავლეთ ქვეყნებში, სადაც მათ ძალიან გულღიათ იღებენ და არავითარ შეკითხვას არ უსვავს მათ ტრადიციაზე, იდენტობაზე და სხვა მსგავს საკითხებზე. მათ იღებენ გულღიათ როგორც ქართველებს, ღირსეულ ევროპელებს. გუშინდელი გამოსვლის მერე ზიზღითა და შუღლით სავსე გამოსვლის, რეპრესიების მომწოდებელი გამოსვლის, იზოლაციონიზმის დამაანონსებელი გამოსვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს, მეტიც საკითხი აღარ ეხება არც ევროინტეგრაციას, საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის და განვითარების სრულიად რადიკალურად შეცვლას. დღეს აღარ არის დრო იმის ძიების თუ ვინ როდის აღმოაჩინა ბიძინა ივანიშვილი, რომ რუსია. ფასეულია ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც ეს გუშინ აღმოაჩინა და ამ დღეებში კიდევ აღმოაჩენს. ყველანი ფასეული არიან, რადგან ჩვენ ვართ ერთი სამშობლოს შვილები და ჩვენი სამშობლო საფრთხეშია. ჩვენი სამშობლო საფრთხეშია და მისი გადარჩენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ მედასავლეთე ქართველებს. გულწრფელად უნდა ითქვას, კაფიოდ კოორდინირებული ქმედებებით, არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული საზოგადოების, ქართველი პატრიოტების, საქართველოს მომავალზე მზრუნველი ადამიანების არის შესაძლებელი, მხოლოდ ასე და ამგვარად არის შესაძლებელი რუსული ხელისუფლების დამარცხება. სისტემა უნდა დაინგრეს. ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. სამშობლო საფრთხეშია, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ. ეს ჩვენზეა, გუშინ ივანიშვილმა თქვა, რომ all-ins აკეთებს, პოლიტიკურ all-ins, ანუ შედის ყველაფერს, ჩვენც უნდა შევიდეთ ყველაფერს. ეს არ არის მეგობრებო თამაში. ეს არის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის. ჩვენს პარტია ახალი შევდივართ ყველაფერს ამ ბრძოლაში და ყველაფერს გავაკეთებთ
სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოსდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ. მოგესალმებით. ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყვილი ერთმანეთში აღარასოდეს აირევა ბიძინა ივანიშვილო. ამ ქვეყანაში ღირსება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა არ დაიცლება შინაარსისგან და არ იქცევა ცარიელ სიტყვებად. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მუდმივი ქართული ენერგია. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ენერგია არის მუდმივი ქართული ენერგია, რამაც ქვეყანა დღემდე მოიყვანა და უამრავი ქარტეხილი გამოატარა, მაგრამ არსად არასოდეს დაკარგულა და არსად არასოდეს დაიკარგება. ივანიშვილმა ქვეყნის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე, რომელიც იქცა თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ თანამედროვე ქართულ ისტორიაში, აი ამ რუსთაველის გამზირზე, ისტორიულ რუსთაველის გამზირზე გაბედა, დადგა და თქვა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის ევროპა, მასასადამე მის ინტერესებში არ შედის ევროპული მომავალი. ეს თქვა მან, ჩვენ ეს მოვისმინეთ, ჩვენ ეს გავიგეთ უკვე მერამდენჯერ. დიახაც იყო ხალხი, ვინც პირველად შოკირებულმა მოისმინა და დაიჯერა, რომ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა აღარ იყოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დგომი. ყველაფერი რაც მან ილაპარაკა გუშინ იყო ნაკანახები სისუსტით. ეს არ იყო ძლიერის პოზიციიდან ალაპარაკები. სისუსტე ალაპარაკა ის რაც ალაპარაკა გუშინ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ საბოლოო ჯამში იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტად სჯერა წარმატების და გამარჯვების. და ყველაზე მეტად წარმატების და გამარჯვების სჯერა ქართულ ხალხს, სჯერა ჩვენ. და ბუნებრივია, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ შუა საუბარში მის მიერ ნაძალადევად მოყვანილი ხალხიც კი გაეცალა მას. დიახაც არც მეტი და არც ლაკები შუა ლაპარაკისას, საუბრისას და ის რუსთაველის გამზირი გაბედა და ჩააბნელა, რომ იქნებ დანარჩენ საქართველოს არ გვენახა როგორ ეცლება ხალხი მას. ყველაფერი არის ჩვენს ხელთ. ისე როგორც არასოდეს. ისე როგორც არასოდეს არის აუცილებელი ვიყოთ ყველანი აქტიურად. თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გაგრძელდება, თავისუფლების ვიქნებით, დამოუკიდებლობის ვიქნებით და ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იქნება უწყვეტი პროტესტი. იქნება შედეგზე ორიენტირებული პროტესტი, იქნება ყოველდღიური პროტესტი, რომელიც დასრულდება გამარჯვებით. ამ ადამიანმა გუშინ ჩვენ გვითხრა, რომ გაუმარჯოს მურუსიძე სასამართლოს. ამ ადამიანმა ჩვენ გვითხრა, რომ ყველაფერი რაც უკავშირდება მისი კორუფციული სქემების გამოაშკარავებას არის მისთვის მიუღებელი და ეცდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდეს. და CSKO-ზე განგების საუბრა, ხომ? მაგრამ ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვართ გაცილებით მეტნი, ვიდრე ოდესმე. ძალიან განსხვავებული გვიხარია ყოველდღე ვიყოთ რუსთაველის გამზირზე და ერთმანეთს ვამხრევებდეთ. და ეს ასე გაგრძელდება. არავინ არ აპირებს დაღლას. ვის იმედიც აქვს ივანიშვილს. არავინ არ მისცემს საკუთარ თავს შესაძლებლობას დაიღალოს და მოდუნდეს. თუკი ჩვენ გვიამაყია ისტორიულ სახელმძღვანელოებში ჩვენი წინაპრებით რიცხოვანი უმცირესობი, მაშინ მყოფი ადამიანები, როგორ იმარჯვებდნენ ისტორიულად მრავალრიცხოვან მტერზე და ამით დღემდე ვამაყობთ. ხელს რას გვიშლის დღეს მოცემულობა, როდესაც გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე ივანიშვილის მსახური სპეცნაზელები და პოლიციელები. სიმართლე არის ჩვენს მხარეს, მორალური უპირატესობა ჩვენს მხარეს არის და ისტორიული სამართლიანობა აღდგება და ვეღარავინ ვერასოდეს ქვეყნის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე მომავალში ვერ გაბედავს, დადგეს პირდაპირ ეთერში და თქვას, რომ მისი ამოცანა
ქვეყნის ამოცანა აღარ არის ევროპული მომავალი. დიდი მადლობა, გავმაგდეთ. ეს იყო პარტია ახალის ლიდერების განცხადება, ისინი გამოეხმაურნენ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ საჯარო გამოსვლას და შეაფასეს როგორც სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი და აღნიშნეს, რომ ეს აღარ არის მხოლოდ რუსული კანონის საკითხი, არამედ სასწორზე დევს სამშობლოს გადარჩენა.